ეს ენა და ეს რელიგია, ეს ლოცვა, როგორ ფიქრობ და რა ენაზე ფიქრობ და როგორ აღავლენ ლოცვას, ეს არის საქართველო. ვინაც აღიღოს მახვილი თავად ანიკვეთოს, ხო? შეუძლებელია ქრისტიანობა ცეცხლითა და מחვილით დაიცვა. ქრისტიანობა და ეკლესია არის იმისთვის, რომ მან გადაგვარჩინოს ჩვენ. ეს რატი ამაღლობელია? პოეტი და პატრიარქ კალისტრატე ცინცაძის შვილიშვილი. კალისტრატეს ერთი ანაფორა ქონდა, ერთ ნახევარი შეიძლება ასე ითქვას, ხო? დედაჩემს ახსოვს კალისტრატე და ის კალთაში იზრდებოდა და ეს დაშტოპილი იყო ეს ნაწილი მის შესამოსელისა. მე ყველაზე მეტად მასში მიყვარს აი ეს ორი ასპექტი საქართველოს დამოუკიდებლობის ბრძოლა, მეტეხის ციხეში წლები ჯდომა, 3 წელი, ამბროს ხელაიასთან ერთად. ამ ინტერვიუში ჩვენ ვლაპარაკობთ საქართველოს ახალი პატრიარქის არჩევის ფონზე, ეკლესიის როლსა და ფუნქციაზე, როგორც ისტორიულ ჭრილში, ისე თანამედროვე, სწრაფად ცვალებად სამყაროში. ეკლესია ვერ ჩაიკეტება თავისი ბუნებით მხოლოდ წარსულში და მხოლოდ არსებულში და მხოლოდ მატერიალურად და ყოფიერად გაფორმებულში. სახარებისეული სულისკვეთება ეს არის არა ძალის ლოგიკა, არა უმრავლესობის და ძალაუფლების და ფულის ლოგიკა, რომელიც ძალა აღმარცხნავს, ხომ? ქრისტიანობის სული, მისი, სულისკვეთება მთავარი ჩანს სახარებაში, ჩანს 9 ნეტარებაში, ხო? განსაკუთრებით. ნეტარ არიან სიმართლისათვის დევნილნი, რამე თუ მათი არს სასუფეველით სათა. მოლოდინები სწორედ ეს არის. ვსჯელობთ იმაზეც, რა უნდა გააკეთოს ახალმა პატრიარქმა მოსახლეობის გულის მოსაგებად, მისთვის გამოცხადებული ნდობის გასამართლებლად და ქრისტეს სწავლების დასაცავად. ვერ იქნები მხოლოდ ძველის გამეორების ქვეშ, ბუნებრივია, რომ რაღაცა ის გზა და ის ხელწერა და ის ხაზი ყველას მოუწევს და ამ თვალსაზრისით მართლა ძლიერებას, დამოუკიდებლობას და რაღაცა მართლა ყველაფერ კარგს უსურვებთ ჩვენს ახალ პატრიარქს, რომ შეძლოს ქრისტიანული ღირებულებების და სულისკვეთების სოციალურ ცხოვრებაში აღსრულება. მაშ დავიწყოთ. გამარჯობა რატი? სალამი ნასტასია. როგორ ხარ? დიდი ხანია არ გამოჩენილ ხარ საჯარო სივრცეში, ხო? ჩტები ხოლმე ალაგ-ალაგ. არ ვიცი როგორი ინტერესით განწყობით და ჩართულობით უყურებ ეკლესიაში მიმდინარე ამბებს, რომელიც ბოლო 2 თვის განმავლობაში ინტენსიურია და იმაგას გავიგებდი პირველ რიგში. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის ეს ამბები და მისი მომავლისთვის ბუნებრივია, იმიტომ რომ ეს არ არის მხოლოდ ჩვენ შესახებ, ან ჩემ შესახებ, ეს მთლიანად ამ სახელმწიფოს, ამ კულტურის და ამ სახელმწიფოს იდენტობის შესახებ არის ეს ამბავი და შესაბამისად ინტერესიც ამ პერსპექტივიდან საინტერესოა და მნიშვნელოვანია, ხომ და ძალიან დიდი ეპოქა, თითქმის ნახევარი საუკუნე კავშირდება ილია მეორის ეპოქასთან და რაღაცა ძალიან დიდი ეპოქა ხედავთ როგორ სრულდება და რაღაცა ახალი იწყება. ამიტომ აი ამ გზაგასაყარზე ჩვენი თვალი და ყური ბუნებრივია მიმართული ამ ამბებისკენ თუ რა იქნება, როგორ იქნება, ხო? ჩვენ ვიცით ვინ არის ახალი პატრიარქი, მაგრამ ბუნდოვანი წარმოდგენა გვაქვს მის ხედვაზე ეკლესიის მომავლის შესახებ, იმიტომ რომ სხვა 2 კანდიდატისგან განსხვავებით პროგრამა როგორც ესეთი რას გააკეთებს არ უთქვამს, თქვა რომ იქნება ილია მეორის გზის გამგრძელებელი, იმას ცალკე ვიკითხავ ილია მეორის ეს 50 წლიანი ისტორია, ავტორიტეტი და ასე შემდეგ ტვირთი იქნება თუ შემამსუბუქებელი ზურგის ქარი, მაგრამ ვიკითხავდი რას ისურვებდი, იმიტომ რომ ცვლილებები ყველგან საჭიროა და მით უმეტეს ისეთ ცოცხალ სხეულში, როგორიც ეკლესია და ისეთ რთულ დროში, როგორციც ჩვენ ვართ. ხო, ჩვენი ასე თქვა ავტოკეფალიის აღდგენის მერე ძალიან ცალსახა იყო, ხო, რომელიც ასე თქვა დაახლოებით კალენდარულად უკავშირდება დამოუკიდებლობის აღდგენას და ეს ეროვნულ განმათავისუფლებელი კი ერთი წლით უსწრებს. ორივე ჯერზე. ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობის, ასე ვთქვათ, საპროგრამო გეგმასთანაც არის ბუნებრივად დაკავშირებული, ხო, დაპყრობილი ქვეყანა, რომელსაც რუსეთმა
წაართვა სახელმწიფოებრიობა, სახელმწიფო მამული, რასაც ილია ეძახის, წაართვა ენა, ანუ ენის წარმოება, ამ ენაზე ცოდნა განათლების მიღება, სახელმწიფოში ამ ენაზე საუბარი, დოკუმენტაციის შექმნა და რაც მთავარია წაართვა ავტოკეფალია და ამ ტაძრებში, ამ დიდი ისტორიის მონასტრებში და ტაძრებში აგრძელა ქართული წირო, ქართულ ენაზე წირო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი იყო. ამ სამ საყრდენს დაარტყა რუსეთმა, ხო? და ეროვნულ სახელმწიფოებრიობასთან და დამოუკიდებლობასთან მის აღდგენასთან ერთად მნიშვნელოვანი იყო ავტოკეფალიის აღდგენა და ეს ფაქტიურად დროში ერთად მოხდა, როგორც თქვენ ძანეთ, წინ უსწრებდა ოდნავ. და პირველი პატრიარქები ფაქტიურად იყვნენ მოწამეები, როგორც საეკლესიო გაგებით, ქრისტიანული გაგებით, ისე ეროვნული გაგებით, ხო? ეს იქნება კირიონი, ეს იქნება ამბროს ხელაია, ხო? შემდგომი უკვე 32-დან კალისტრატე ცინცაძე, ისინი ციხეში ისხდნენ რამდენიმე წელი იმისთვის, რომ ერთი აღადგინეს ავტოკეფალია და მეორე იცავდნენ საქართველოს დამოუკიდებლობას, ხო? ეს ჩემი გამოცდილებით და ცოდნით, როდესაც ვიკვლევდი კალისტრატეს არქივს, ის არის და ამ საგარეო ურთიერთობათა კომისიის ხელმძღვანელი მაშინ საკათალიკოსოსთან არსებული და ის ქმნის როგორც ერთ-ერთი თანაავტორია იმ აქტისა, ის მიხედვითაც აღდგა ჩვენი ავტოკეფალია და მეორე გენუის კონფერენციისადმი მიწერილი წერილის ავტორია ამბროს ხელაიასთან ერთად და მასთან ერთად ფატალური გამოდგა. და ის მაშინ ამბროსის თანამესაყდრეა, როგორც ეს ფრაზა და ეს ცნება უკვე ახლობელია და ნაცნობია უკვე ჩვენი მას თქვა რეალობისთვის. და ანუ მე იმის თქმა მინდა, რომ ჩვენი ავტოკეფალია დაიწყო მოწამეობრივი გზით. და ქრისტიანობა პირდაპირ დაკავშირებულია ჩვენ ქვეყანაში და არა მარტო ჩვენ ქვეყანაში, მაგრამ საქართველოში განსაკუთრებით ამ სამ ძირითად ფაქტორთან, ხო? ამ იდენტობის უნივერსალურ საკაცობრიო ფაქტორთან და როგორი არის ადამიანი, როგორი არის სამყარო, როგორი არის ადამიანის როლი, როგორი უნდა იყოს სამყაროში მონაწილეობისა, მისი ქმედებისა, მისი მსოფლახქმისა. მეორე ეს არის ამ კონკრეტულ კულტურაში, ამ ერში, ამ სახელმწიფოში, როგორი არის ქრისტიანობა, ხო? როგორ ამ კონტექსტში როგორ ხორციელდება და კონკრეტულად ჩამოდის ინდივიდუალობამდე, ხო, ადამიანამდე, როგორ ასრულებს ამ ყველაფერს ადამიანი. და აი ეს სამებები ძალიან მნიშვნელოვანია, ხო? ჩვენ თქვით ეს ილიასეული მამული ენა სარწმუნოება, რომელიც რუსეთმა გაანადგურა და ეს იყო ჩვენი იდენტობის წყარო. შუა საუკუნეებში განსაკუთრებულად საქართველოს მემატიანე ისტორიკოსი მთავარი ამბობს, რომ საქართველო ქვია ქვეყანას, აი თანამედროვე ქართულზე რო ვთქვათ, სადაც წირვა ლოცვა ქართულად აღესრულება. ანუ ეს არ არის სისხლი, გვარი, გეოგრაფია, მხოლოდ ადგილი. ერთი მეფეც კი არ არის, ანუ ეს არ არის ვისი დედავიანე ნიჟარაძის ქალი ყავდა თუ არა, ეს არის ცნობიერება, ცნობიერების, ასე ვთქვათ, დროში არსებული ცნობიერება, ხო? და ეს ამ ცნობიერების განფენილობა და მასშტაბი განსაზღვრავს ამ ქვეყანას. ძალიან მაგარია და თანამედროვე, რომ ეს ენა და ეს რელიგია, ეს ლოცვა, როგორ ფიქრობთ და რა ენაზე ფიქრობთ და როგორ აღავლენ ლოცვას, ეს არის საქართველო. შესაბამისად, რუსეთი სწორედ ამას ურტყავს პირველ ყოვლისა სახელმწიფოებრიობის მერე, ასე ვთქვათ, დინასტიურობის, როდესაც ურტყავს ბაგრატიონების დინასტიას, ერთ-ერთ ყველაზე ძველ და ხანგრძლივ და ასე ვთქვათ, განგრძობად დინასტიას ევროპაში და არა მარტო. და შემდგომ აი ამ ორ ბურჯს, რაც არის ჩვენი ენა, ჩვენი რელიგიური იდენტობა და კულტურული იდენტობა შესაბამისად. და აი ამის აღდგენა ხდება და პირველი, ასე ვთქვათ, პატრიარქები სწორედ მოწამეები არიან და ეს გზა არის ჩვენი ეკლესიის ისტორია. ეს არის ჩვენი ტრადიცია, ეს არის, ხომ? და აი კითხვაზე უკვე რომ ამ პერსპექტივიდან გადავიდეთ პასუხზე, რა სახარებისეულის სულის კვეთების განხორციელებას ველოდებით. ყველანი, ხო? და სახარებისეული სულის კვეთება ეს არის არა ძალის ლოგიკა.
არა უმრავლესობის და ძალაუფლების და ფულის ლოგიკა, რომელიც ძალა აღმარცხნავს, ხომ? ასე ვთქვათ, კარგი ქართული გამოთქმა, ქრისტიანობის სული მისი, ასე ვთქვათ, სულის კვეთება მთავარი ჩანს სახარებაში, ჩანს 9 ნეტარებაში, ხო, განსაკუთრებით. ნეტარ არიან სიმართლისათვის დევნილნი, რამე თუ მათი არს სასუფეველით სათა. მოლოდინები სწორედ ეს არის, რომ თქვენ ახსენეთ უწმინდეს ილია მეორე, რომელსაც არაერთი ეპისტოლე აქვს, გლობალურ დონეზე, საკაცობრიო დონეზე, უნივერსალურ დონეზე და ეროვნულ დონეზე. სად არის საქართველოს ადგილი? მას არაერთხელ აღუნიშნავს, რომ მისი კულტურული იდენტობა, ქრისტიანული და ევროპული იდენტობა და ის აქ ხედავს ჩვენს მომავალს. საინტერესოა მოვისმენთ თუ არა ამ ძალიან ბუნებრივ, ძალიან სწორ განცხადებას, სწორ ფასეულობრივ განცხადებას, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და ბუნებრივია ჩვენთვის და ჩვენ კულტურისთვის, ხო? განცხადებას მოვისმენთ თუ რამე კონკრეტული ნაბიჯებით და ქმედებებით, დავრწმუნდებით იმაში, რომ ეკლესია სახარების და ღვთისმსიტყვის ერთგულია. ხო, ეს არის მისი ძალა, როგორც აი იოანეს სახარებაში, გვიწევს ამ ტექსტების გახსენება, იმიტომ რომ თემაც ასეთია. მაცხოვარი ამბობს მე-18 თავში იოანეს სახარებისა, ეს არის გადამწყვეტ ქრისტიანობის, ასე ვთქვათ, ქვაკუთხედია, რომ პილატეს ეუბნება ძალაუფლების წარმომადგენელს, დიდი იმპერიის წარმომადგენელს, რომ მეუფებაი ჩემი არა ამას სოფლისა არს. ანუ ეს ძალა, მატერიალური, სამხედრო, ფინანსური, ეროვნული, სახელმწიფოებრივი, რელიგიური, ეს არ არის მისი ძალა. მისი ძალა არის სათნოებების ძალა, სიყვარულის ძალა, 9 ნეტარების ძალა. და იქ ჩამოთვლილია ხომ შეერწყურვალნი, გლახაკნი, სიმართლისათვის დევნილნი, განსხვავებული ადამიანები, რომელთაც არავინ არ იღებს, სწორედ მასთან მიდის, მათთან მიდის მაცხოვარი და ეს ძალა არის ყველაზე ერთი შეხედვით ყველაზე უმწევ, ამ დროს ყველაზე ძლიერი, იმიტომ რომ სულიერი ხასიათის ძალაა, ხომ? და ეს ძალა არის ქრისტიანობის ღმერთი არის ჯვარცმული ღმერთი, ეს ავიწყდებათ ხომ? ამიტომ ღირებულებები და მოლოდინები არის ამ თვალსაზრისით ქრისტიანული. და რა კონკრეტულად რაში მდგომარეობს ეს? აი ჩვენ ხო წმინდა გიორგის ქვეყანა ვართ. და აი გიორგი არის ჩვენი წმინდანი, ხო? გამორჩეული წმინდანი ყავს და მისი ტროპარი იწყება ასე. აი ეს არის მოლოდინი, რასაც წმინდა გიორგის თხოვს ქართველი ხალხი მრავალი საუკუნე. მოლოდინიც ასეთია. ტყვეთა განმანთავისუფლებელო და გლახაკთა ხელის აღმპყრობელო, სნეულთა მკურნალო და მეფეთა უძლეველო წინამბრძოლ. ანუ მეფეები ვერაფერს უშვებიან. სისტემები, დიოკლეტიანეებიც ამ ქვეყნიური ძალაუფლებისგან სრულიად თავისუფალია. ისე ახლა გამიჩნდა კითხვა, ეს ტროპარი დათარგმნია თუ ავთენტური ქართული ტექსტია? მე მგონია რომ ავთენტური არის ეს. არასოდეს არ გამჩენია ეს კითხვა, მაგრამ ეს იმდენად კარგი ტექსტია, საინტერესოა, ხო? საინტერესოა. შეიძლება რაღაცა მსგავსი იყოს ბერძნულად, მაგრამ ეს ძალიან ქართული სულისკვეთების მქონეა. ხო, თარგმანი თუ არის, მაინც კარგი თარგმანია, ხო? უნივერსალური წმინდანია, მაგრამ ქართველში აი ამ კონტექსტს ყველაზე ზუსტად გამოხატავს თავისუფლებისათვის ბრძოლას, სისტემისადმი დაუმორჩილებლობას, ტყვეთა განთავისუფლებას და გლახაკების მხარესყოფნას და ჩვენ არ გვაქვს ეს ფუფუნება. ეს მოლოდინი ხომ არის ნასტასია, რომ აი რატომ გახდა მეუფე ისაია ესეთი ადამიანი, ესეთი მეუფე, რომლის მიმართაც რომელიც ვერ გახდა პატრიარქი, მაგრამ ხო დიდი სიყვარული დაინახა ამ დიდი და ძალიან ბევრი ადამიანის სიყვარული. იმიტომ რომ ის ხედავს იმ სისადავეს, იმ ძალას, რომელიც არა ამ სოფლისა არს. ეს არის სათნოებების ძალა, ხო? თანაგრძნობის, სოლიდარულობის, სისადავის, გულმოწყალების და ასე შემდეგ და მოლოდინებიც, გულწრფელი მოლოდინებიც. ჩვენ ასეთი გვაქვს, რომ ეკლესია იქნება ქომაგი იმ ბავშვებისა, რომელთაც წამალი ჭირდებათ. ხო, ეს არის კონკრეტული აწმყო, კონკრეტული ველი. ჩვენ ყავს მართლა უამრავი ტყვე საქართველოში. და ეკლესია ეს არ არის პოლიტიკა, ეს ქრისტიანული ვალდებულებაა, რომ იყო ტყვეების შემწე.
ამ წამალი ბავშვებს და თავისუფლება პატიმრებს, ეს არის რასაც ველით. კი, ეს ქრისტიანული სათნოებების ნაწილია. იმაზე დავბრუნდები ქართულად, რომ ფრიადი ქვეყანა აღირაცხებოდა, სადაც ქართულით ილოცებოდა, ხო, ესეა დაახლოებით ეგ ტექსტი. მე მგონი მაგავე პერიოდში მნიშვნელოვანი იყო საგანმანათლებლო როლი და ფუნქცია, რაც ჰქონდა ეკლესიას, ხო, რაღაც ყველა მიდიოდა სადღაც მთაზე ათონის და თარგმნიდა და ტექსტები შემოდიოდა აუცილებლად ქართულად და ქართულად ტარდებოდა საუკუნეების განმავლობაში მსახურება და ასე შემდეგ, ხო? ეს საგანმანათლებლო როლი მე მგონი არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე წმინდა გიორგის ტროპარში მოცემული განსაზღვრება, ხო? არ ვიცი, რამდენად საერო ადამიანის გართულია სასულიერო განათლებას სოციალურ ქსოვილში რაცულებების შეტანა შეუძლია, მაგრამ აქაც თუ ხედავთ პოტენციალს, რომ ეკლესიას შეუძლია, რაც მისთვის ორგანული იყო საუკუნეების განმავლობაში, ისევ ამ ნიშაში ცადოს თავისი თავი და არაშეთქმულების თეორიების, სიძულვილის გაღვიძების და ესეთ ველებში მოცადოს რიტორიკა, არამედ ჭეშმარიტი განმანათლებლობის როლის მორგება კვლავ სცადოს. კონსტანტინოპოლის დაცემის შემდგომ და მერე უკვე რუსული იმპერიალიზმის გაძლიერების შემდგომ აი ეს ხედვის კუთხე, რომელთაც დაკავშირებული იყო საქართველო ბერძნულ სამყაროსთან, ქრისტიანობის აკვანთან, ნელ-ნელა უკუღმართობის გამო მოტრიალდა, ასე ვთქვათ, როდესაც გიორგი მთაწმინდელი თარგმნიდა აქედან და ის ფლობდა ძველ ბერძნულს, ბუნებრივია და საოცარი თარგმანებია მართლა. მერე ეს ყველაფერი განსაკუთრებით მე-18-19 საუკუნიდან შემოტრიალდა რუსეთისკენ, ხო? ანუ არა უნივერსალური, ბერძნული ორთოდოქსალური, ასე ვთქვათ, ორიგინალები კვლევებისა, ტექსტებისა და ასე შემდეგ, არამედ რუსული ყაიდის და ხასიათის სიზმიდან დანახული ქრისტიანობა შემოვიდა და ჩვენ ხედავთ, ხომ, აი როგორი ყაიდის არის ეს ტანკების კურთხევით და გენსეკების და მერე აი ამ რაღაცა სისხლიანი ლიდერების ფრესკებზე გამოსახვით, სადაც ერთდროულად არის გამოსახული წითელი ვარსკვლავი, კომუნისტური და ქრისტიანული ჯვარი, ხომ? აი რა ტიპის სულისკვეთება აქვს. ბუნებრივია ის წიაღი ჩვენთვის ევროპული იყო, ბერძნული იყო, ბიზანტიური იყო და ქართული თავის თავსაც ავითარებდა ამ წიაღში და უამრავი მაგალითი გვაქვს ამის, როგორც სასულიერო პოეზიაში, სასულიერო ჰიმნოგრაფიაში, ეკლესიურ არქიტექტურაში, ფერწერაში, ფრესკულში, ხატწერაში და ასე შემდეგ, რომ ჩვენ ემანსიპაცია მოვახდინეთ აქედან და ჩვენი სიტყვა თქვით, ბოლო-ბოლო 60 ქულო ეკლესია ვართ, ხომ? ანდრია პირველწოდებულის საყდარია კათედრაა ეს და ეს მნიშვნელოვანი ფუნქცია და მნიშვნელოვანი ამბავია, რომ ანდრია პირველწოდებულია. თან მოწაფეებშიც, ხომ, მოციქულებშიც ის პირველწოდებულია და შესაბამისად მე ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია სწორედ ხარისხობრივი თვალსაზრისით ავტოკეფალურობა ჩვენი ეკლესიის. მისი დამოუკიდებლობა, იმიტომ რომ ჩვენ ხედავთ 2012 წლიდან როგორი ტიპის პოლიტიკური ძალაუფლება გვაქვს, რომელიც ებრძვის საქართველოს დამოუკიდებლობის ხანაში შექმნილ ეროვნულ და სახელმწიფოებრივ მასშტაბის ინსტიტუტებს. ის ანადგურებს გეგმაზომიერად მას არ მოსწონს და სძულს რაიმე ტიპის თვითკმარი, თვითმყოფადი საქართველოსთან, მის დამოუკიდებლობასთან არსებული ინსტიტუცია. მისი სრული დასუსტება, მისი ნიველირება და რაღაცა ახლით, არამდგრადით, არამყარით მისი ჩანაცვლება. ჩვენ ხედავთ რა ჭირს, მაგალითად, პრეზიდენტის ინსტიტუტს, ხომ? პირდაპირ მნიშვნელობით რა ჭირს. ბუნებრივია მე ვხედავ საფრთხეს სისტემის მხრიდან, რომ მას შეიძლება ძალიან ადარდებდეს ავტორიტეტული, ავტოკეფალური ინსტიტუცია, რომელიც ღრმად დაკავშირებულია ქართულ იდენტობასთან და ქართულ სახელმწიფოებრიობასთან. აი ეს არის ახლა მთავარი პრობლემა, სანამ ეკლესიის განათლების კერებზე ვისაუბრებთ. კი ბატონო. მოდი გულუბრყვილად ვიკითხავ, რა ჭირს პრეზიდენტის ინსტიტუტს? რით არ მოგწონთ?
მოდი ესე ვთქვათ, აი ისე ჩვენი ეკლესიის პერსპექტივიდან შევხედოთ, რომ ილია მეორე ამ 59 წლის თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში ძალიან ბევრს შრომობდა და ბევრს აკეთებდა იმისთვის, რომ მისი მრევლი, მისი ეკლესიის წიაღი ყოფილიყო ძალიან მრავალფეროვანი. ძალიან მრავალფეროვანი. და გამოვიდა კიდეც შეიძლება ითქვას. აი საფრთხე რა არის, ხო? ქართულმა ოცნებამ შეძლო ჯერ მისი გარდაცვალება და მთელი ამ გარდაცვალების, ასე ვთქვათ, სასულიერო რიტუალი გახადა პოლიტიკურ, ერთი პარტიის პოლიტიკურ რიტუალად და აღსაყრება შიო მესამისა ასეთი არ იყო, მაგრამ ჩვენ ვერ ვნახეთ ერთობა ქართველი ხალხისა მრავალფეროვანი, მრავალსაუკუნოვანი და მრავალხმიანი ქართველი ხალხისა ჩვენ ვნახეთ ერთი ძალაუფლების ვექტორი წარმოდგენილი და რაღაცა სიები, რომელიც ალბათ აი ამ მიზანშეწონილობით, ქართული ოცნების მიზანშეწონილობით იქნა შესრულებული. ეს არ არის საქართველოს, ხო? მთლიან საქართველოზე არ არის ლაპარაკი. ეს უკვე ინსტიტუციური საფრთხეა, ხო? პრეზიდენტიც, ახლა ჩვენ როდესაც ეკლესიისგან ველოდებით ამას, პრეზიდენტიც უნდა ითვლებოდეს განცდა, უნდა ქონდეს ამ ინსტიტუციის მიმართ, რომ ეს არ არის ერთი კაცის პრეზიდენტი, ერთი კაცის ახირება პრეზიდენტი, ის მინიმუმ მის პრეზიდენტობაზე საქართველოს მოსახლეობის 10%-ს მაინც ხო უნდა ეფიქრა, სანამ ის ერთი კაცი იფიქრებდა, ხო? აქ პიროვნულ შეურაცხყოფაზე არ არის საუბარი, აქ მდგომარეობაზე, განცდებზე და კონტექსტზეა ლაპარაკი, ვის მოისურვებდა ქართველი ხალხი პირველ პირად, ხომ? თავის წარმომადგენლად შინ და გარეთ. და აი რაც ჭირს ეს ძალიან ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება. ისე სხვათა შორის საინტერესოა ნახსაყდრებაზე, რაც თქვით, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების ეს უნება ვიზუალურადაც კი გამოკვეთილი იყო, რომ დაკრძალვის ცერემონიალი რაღაც თავის ჩარჩოებში ყოფილიყო მოქცეული, ილია მეორის დაკრძალვა მაინც და მთელი ეს გლოვა მაინც საერთო სახალხო დღეები იყო, ხო, რასაც გუშინდელზე და დღევანდელზე გაგვიჭირდება ალბათ, რო ვთქვათ, ალბათ აი მოკლევა და შეცვლილება ვიზუალურადაც თუ შეიძლება დაინახო, აი კადრებშიც ეს ჩანს, რომ იქ არის რაღაც აურაცხელი ხალხი და აქ მართლაც სიებით და ჩვენ არ ვიცით ეს სიები რა პრინციპით შედგა, რაღაც ზოგადი წესები არის, მაგრამ ამ ზოგად წესებში არ ვიცი იქ წარმოდგენილი რამდენიმე ადამიანი, განსაკუთრებით ბიზნესიდან და ასე შემდეგ როგორ ჯდება და ეს მაინც უფრო დახურული წვეულება იყო, ესე შეიძლება ითქვას, ხო? და გუშინდელზე თუ შეიძლება ის ითქვას, ანუ არჩევნებზე რომ ეს მაინც საქმიანი თავყრილობა იყო, აღსაყდრება პრინციპში ალბათ შეიძლება და უფრო სახალხო ყოფილიყო რა. ხო, ეს მნიშვნელოვანია თვითონ ეკლესიისთვის. აი, არ ვიცი, ხალხს არ გაუჩნდა ნეტა მასში მონაწილეობის სურვილი თუ გაფილტრული იყო და არ ვიცი, ვერაფერს ვერ გეტყვით, მაგრამ ზოგადად იმიტომ რომ იქ თვითდინებით მიდიოდა ეს აურაცხელი ხალხი. ასეთ რეჟიმებს უყვართ სიები. როგორც ასე ვთქვათ, გარკვეული საჩუქრებისთვის, საბჭოთა კავშირში იყო ასეთი სიები, ისე დახვრეტებისთვის სიები იყო. საერთოდ ეს, როდესაც რეჟიმი ვიწროვდება და პატარავდება, ის რაღაც ტიპის სიებს ქმნის. საბჭოთა კავშირის დროს ესე იყო, რომ აი რაღაცა ფინური პალტოების სია, ვის ეკნებოდა ეს რაღაცა ტიპის ფინური, ვის ეკნებოდა რაღაცა ეგრეთ წოდებული ქსივა, ხო, რაღაცა წარმატების სოციალური დოკუმენტი, რომ რაღაცა ხელისუფლებასთან და ძალაუფლების რაღაც წყაროსთან ახლო ხარ, ხო, და ხო, ეს სიგნალიც არის. ამას ხედავთ ჩვენ ორივე შემთხვევაში ნახეთ ეს ბუნებრივია. ილია მეორეს რო დაუბრუნდეთ, აი ეს კითხვა რაც მქონდა, მისი უდიდესი ავტორიტეტი რაც აჩვენა დაკრძალვის დღეებმა, რო ქონდა ამ ხალხის ცხოვრებაში და ამ ქვეყნის ცხოვრებაში, როგორ ფიქრობ, ტვირთი იქნება შიო მესამესთვის თუ ზურგის ქარი? ერთიც და მეორეც. იმიტომ რომ სწორედ ზურგის ქარი იყო აქამდე მოსაყდრეობა ბუნებრივია. და ამ თვალსაზრისით გახდება ტვირთიც, როდესაც კონკრეტული ნაბიჯები და კონკრეტული ქმედებები იქნება განხორციელებული, ყოველთვის ის შედარდება მეხსიერებაში ყველაზე ახლო მყოფ და ყველაზე, ასე ვთქვათ, პოპულარულ და მნიშვნელოვან სულიერ ლიდერთან, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორესთან. ბუნებრივია ეს შედარება ყოველთვის მოხდება და ძალიან ბევრი თითქმის მთელი სინოდი ილია მეორის მიერ ხელდასხმულია და მათაც
ეს არგუმენტები ექნებათ, როდესაც იქნება სხვა მსჯელობები, სხვა ნაბიჯებზე და სხვა პოზიციებზე საუბარი. ასე რომ ორივე. და ამ შემთხვევაში აი პერსონალიებისგან რო გამოვიდეთ და ზოგადი პრინციპის მიხედვით რა არის უფრო სწორი, რომ შენი გზა გამოძერწო და აირჩიო თუ აი მემკვიდრეობას გაუფრთხილდე და ნაკვაჩხალია ცოცხლო. ერთიც ასევე ერთიც და მეორეც, იმიტომ რომ ბუნებრივი ახალი დროა, ახალი გამოწვევებია, ახალი კონტექსტებია და მნიშვნელოვანია მასთან გამკლავება. მარტო წარსულის გამოცდილება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, არ იქნება საკმარისი, ხო? და ამ თვალსაზრისით გასათვალისწინებელია ისე და ისე ვამბობ, კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორის გამოცდილება საყოველთაობისა, მრავალმხრივობისა, მრავალხმიანობისა, რომ ის არავის არ აკუთვნებდა თავის თავს პოლიტიკურად, პირიქით მისი კალთის ქვეშ იყრიდა ბევრი განსხვავებული ადამიანი თავს. აი ეს მემკვიდრეობა, რბილად რო ვთქვათ, შეიძლება სანატრელი გახდეს, იმიტომ რომ სისტემამ შეიძლება აბსოლუტურად მისი სიხარბიდან გამომდინარე ამის უფლება აღარ მისცეს, ან ყოველ შემთხვევაში ხელი შეუშალოს. განსხვავებულია დრო, ხო? ილია მეორე გახდა საბჭოთა კავშირის დროს პატრიარქი და როგორც შევარდნაძე იმ თავის ცნობილ ინტერვიუს ფრაგმენტში ამბობს, მაშინ რაიკომის მდივანიც კი არ ინიშნებოდა მოსკოვის ბრძანების გარეშეო, ხო? ანუ სისტემისთვის მისაღები კანდიდატურა იყო ყოველ შემთხვევაში იმ დროს, როცა ის გახდა პატრიარქი. ახლა დამოუკიდებელი საქართველოა, ხო? და არა დამოუკიდებლობის პირველ წლებში მართალია საწყის ხანაში და რთული პრობლემებით, მაგრამ დამოუკიდებელი საქართველოს პატრიარქი გახდა, ხო? შიო მესამე. შეიძლება ითქვას, რომ მას უფრო მეტი გამოწვევა ჰქონდა და ამას ნაკლები, თუ შეიძლება ეს ტვირთი რამენაირად შედარდეს. მე არ ვარ ხოლმე ზოგადად ტვირთების შედარების მომხრე, იმიტომ რომ ყველა ადამიანს თავისი ცხოვრება აქვს, მაგრამ აი ეს კონტექსტი, რომელშიც უწევთ ადამიანებს ყოფნა, რა განსხვავებულ მოცემულობებს გვაძლევს. დასაწყისისთანავეა, საწყისებშივე ილია მეორე ძალიან პროგრესულ ხაზს ატარებდა. წარმოიდგინეთ, მისი სტიკაროსნები იყვნენ სოსო წერეთელი, ზურა ჭავჭავაძე, ახალგაზრდები ხომ, გია ბუღაძე, ადამიანები, რომ სამხატვრო აკადემიიდან და ფილოსოფოსებს, მხატვრებს, ახალგაზრდებს, ხელოვანებს, რთული მჩქეფარი ახალგაზრდები, მეცნიერებს, ხელოვანებს, მათთან მუდმივად საუბრობდა და ეს აშკარად, ასე ვთქვათ, პროგრესის გზა იყო და ესე ნელ-ნელა ზრდიდა. დაემთხვა ბუნებრივია ჩვენს დამოუკიდებლობის სწრაფვას, ხომ? და მისი პოპულარობის პიკი ალბათ უფრო 2000-იანი წლებია, იმიტომ რომ გულწრფელად ვიტყვი ჩემ აღქმას, შეიძლება ვინმე შემოდაოს და სადაოც იყოს, მაგრამ ეს დიდი ლეგიტიმაცია 90-იან წლებში მე ეს კვლევებმაც აჩვენა, რამდენიმე კვლევაში ნახე, რომ მკვდარი ზვიად გამსახურდიას რეიტინგი ხშირად უფრო დიდი იყო, ვიდრე ერთად აღებული პრეზიდენტების. ამ ეს საინტერესო კუთხეა, სხვა საკითხით, ბევრი ახსნა შეიძლება ჰქონდეს მას, მაგრამ აი ზვარაკი, როგორც ქრისტიანული, ეს ეროვნული კუთხით 90-იან წლებში სწორედ ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა იყო. ავტორიტეტი, ხო? და მე ნელ-ნელა ბუნებრივია ამ ავტორიტეტს გამოიძერწა და ამას დრო დაჭირდა ძალიან დიდი და მოცულობითი დრო და ეს შედეგიც გამოიღო, ხომ? ეს სახალხო ნათლობები, რომელიც სწორედ უკავშირდება ეროვნული მოძრაობის დასაწყის და მე დიდხანს გაგრძელდა, სადაც მისი უწმინდესობა პირადად შეეხო ადამიანებს, ოჯახებს, მომავალ თაობას, ეს მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, ამბავი იყო, რომელმაც ჩამოაყალიბა მისი ავტორიტეტი გარკვეულწილად. და ამავე დროს ძალიან მყიფე სახელმწიფოებრივი ინსტიტუციები, რომლებიც ყოველთვის რომელიღაც პარტიას ემსახურებოდნენ და ის ხომ მდგრადი კონსტანტა, რომელიც ასეთ ცვლილებებს არ ექვემდებარებოდა. პირიქით ძლიერდებოდა და ძლიერდებოდა. აი ახლა ამ კუთხით ძალიან რთული იქნება ავტორიტეტის მოპოვება, მაგრამ ქრისტიანული სულისკვეთებიდან მე უკვე ვთქვი, რა იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი. მართლა ეს იქნება, ამას გულწრფელად უსურვებ შიო მესამეს ამ საქმეებს
რომელიც ყველასთვის მნიშვნელოვანი იქნება როგორც ქრისტიანული სათნოებიდან, ისე სოციალური სამართლიანობის თვალსაზრისით. თან მე მგონი შეცვლილია ავტორიტეტის გაგებაც, იმიტომ რომ ხა ჩვენ ვცხოვრობთ, არ ვიცი, ტექნოლოგიების ზეობის ხანაში, ინფლუენსერების მზარდი გავლენების და ეს ვერტიკალები, რაც ვიცით, გავლენების მქონე ხალხს, რაც მეტნაკლებად წარმოშობს თუ ზრდის, მოყანყალებულია. რაც ახალ სისტემაზე გადავდივართ, რომელსაც მთლად გადასულიც არ ვართ, ამიტომ ძველიც გვახსოვს, თან ახალიც არის და ეს რაღაცა турბულენციაში ვართ. არ ვიცი, ესეც თუ იქნება გამოწვევა ეკლესიისთვის ავტორიტეტის შენარჩუნება გაზრდის ხარჯზე მოუწევს მეტი ტექნოლოგიების გამოყენება მაგალითად. მე მგონი პირველი ახალი ენის მოძებნა, ახალი სივრცეების. იმიტომ რომ შეიძლება კიდე ერთი ეკლესიის აშენება აღარ იყოს ისეთი შთამბეჭდავი, როცა ვიცით რომ ილია მეორეს დროს ბევრი ეკლესია აშენდა და ახსკა და არ ვიცი რამე საკომუნიკაციო არხის ან ჩატბოტების გაზრდა უფრო ეფექტური იყოს იგივე ახალი თაობისთვის. ახალი თაობისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი ენა. კომუნიკაციის ენა. და მე მგონი რომ ეს ენა არა მარტო ეკლესიას, ბევრ სხვა აქტორს, ვინც საზოგადოებრივ ცხოვრებაშია, მოსაძებნი და გადასახედია ყოველ შემთხვევაში. განმსაზღვრელია ეს ენა. შეიძლება ჩვენ რაღაცაში ვემთხვეოდეთ ან რაღაცაში დავემთხვიოთ, მაგრამ ამისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რომ აქამდე მივიდეთ ეს ენა არსებობდეს. ყველა სფეროში ასეა, ხო? და ხშირად ეს ფორმები გვიშლის ხელს, რომელიც ჩაყინულია წარსულში, რომელიც არ ცნობს რაღაც სიახლეს და ძალიან მყარია და რეზისტენტული სიახლესთან მიმართებაში. ეს ძალიან დიდი გამოწვევაა და ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა, იმიტომ რომ ამ სიახლის გარეშე ძალიან გართულდება, ხო? მარტო ბიზნესმენებთან, მარტო ძლიერ ხალხთან, მარტო სისტემის წარმომადგენლებთან, მარტო ეს ამისთვის ეს არ არის ქრისტიანობის მისია, რომ აქ იდგეს მხოლოდ ის იშლება, ასე ვთქვათ, სწორედ იმ ხალხთან და იმ ადამიანებთან, რომლებიც ახალ თაობას წარმოადგენენ, ადამიანებთან, რომლებიც იბრძვიან, აქვთ სათქმელი, რომლებიც სიახლისთვის არიან, ხო? სამების დოქტრინაც ეს არის, ძის პრინციპი, ეს არის მომავალი, ქმნადი სამყარო, არა ის ყოფიერება, რომელიც გაფორმდა, არამედ ის სამყარო, რომელიც უნდა იქმნეს, რომელადაც უნდა იქცეს სამყარო, ხო? ეს არის ძის პრინციპი, ანუ ქმნადობაში მყოფი სამყარო და არა ძველი, ხო? მამა. ხო, მამის სამყარო, ხო? ის ავითარებს ახალი იერუსალიმი ქვია, სხვადასხვა ცნებებით გვეძლევა ეს რელიგიურ სწავლებაში, მაგრამ არსობრივად ძე ეს არის ქმნადობა და მომავალი, ხო? ამიტომ ეკლესია ვერ ჩაიკეტება თავისი ბუნებით მხოლოდ წარსულში და მხოლოდ არსებულში და მხოლოდ მატერიალურად და ყოფიერად გაფორმებულში. ხო, ჩვენ ვინაიდან არ მოგვისმენია გუშინ დელი არჩევნების ნაწილი იყო საჯარო საზოგადოებისთვის და ნაწილი დახურული. მათ შორის დახურული იყო სიტყვები, რომელიც მათ შორის შიოს სიტყვების შესაბამისად საკუთარი ყურით არ მოგვისმენია, მაგრამ რაც იქ მყოფი ხალხის გამოტანილი ამბებიდან, მათ შორის ეპისკოპოსების ნათქვამებიდან გავიგეთ, იყო ის, რომ დიდწილად მისი სიტყვა საქართველოს ეკლესიის ისტორიას მიემართებოდა. ზუსტად ეგ კითხვა გამიჩნდა, რომ რა თქმა უნდა ისტორია მნიშვნელოვანია, მაგრამ მომავალი რამდენად იყო, ვინაიდან არ მომისმენია მიჭირს მაგის თქმა, შეიძლება მომავალზეც იყო ლაპარაკი და ვინც გამოიტანა ეს ამბავი მათ ისტორია მიიჩნიეს უფრო მნიშვნელოვნად და ამაზე გააკეთეს აქცენტი, მაგრამ ხო საინტერესოა ეს, იმიტომ რომ მომავალზე ხედვები და ეს ქმნადობა რისკიანი საქმეა, ხო, მაგრამ მეორე მხრივ მაგის გარეშე აბავის უარსებია და გაუკეთებია, მაგრამ მნიშვნელოვანი. მოდი ამ ტვირთებს მიუბრუნდები, როგორც კალისტრატე ცინცაძის შვილიშვილის სტატუსით აქ მყოფ ადამიანს კითხავდი, იგივე ილია მეორისთვის, როგორი შთაბეჭდილება გქონდა, იყო ეს წინა პატრიარქები გარკვეულწილად ჩარჩო და ტვირთი? ძალიან კარგად იცნობდა მათ მოღვაწეობას და ძალიან ბევრ დროს უთმობდა. ჩვენ ხვდებოდით ხოლმე მისი მოწვევით ხოლმე, ჯერ კიდე კომუნისტების დროს, როდესაც კალისტრატეს გარდაცვალების დღე იყო ან მისი აღსაყდრების სიონში ხოლმე ნათესაობას შეხვდებოდა ხოლმე და გვესაუბრებოდა და საუბრობდა
იმ ცოდნაზე დიდ დროს უთმობდა პატრიარქების ცხოვრებას და მათ ასე ვთქვათ ბიოგრაფიულ ხელწერას, ხო? რაში მდგომარეობდა ეს განსხვავებები და ეს იმისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, ამიტომაც უკვე საპატრიარქოში მან ცალკე დაახატინა პატრიარქების პორტრეტები და ეს ასე ვთქვათ ყოველთვის მიუთითებდა ამ პორტრეტებს და ერთხელ გავახსენა კიდეც რომ პირველად ეს კალისტრატე მქნა, როდესაც ქაშვეთი მოახატინა ლადო გუდიაშვილს და ლადო გუდიაშვილმა ჩადო რამდენიმე პატრიარქი მოციქულთა სახეებში, ასე ვთქვათ, გასაშიფრი და ერთ-ერთი ამ შემთხვევაში კალისტრატეს სახით იყო და ეს ვიცოდით ჩვენ ოჯახის წევრებმა, მაგრამ მანაც გაუსვა ამას ხას. ძალიან მნიშვნელოვანია ხო, იმიტომ რომ სხვადასხვა ხელწერაა, სხვადასხვა ხასიათია, სხვადასხვა ბიოგრაფიაა, რომელიც მჭიდროდ დაკავშირებულია საქართველოს ისტორიასთან და საქართველოს კონტექსტთან, ხო? კონტექსტი აი ასეთია, ვერ იქნები მხოლოდ ძველის გამეორების ქვეშ, ბუნებრივია, რომ რაღაცა ის გზა და ის ხელწერა და ის ხაზი ყველას მოუწევს და ამ თვალსაზრისით მართლა ძლიერებას, დამოუკიდებლობას და რაღაცა მართლა ყველაფერ კარგს უსურვებთ ჩვენს ახალ პატრიარქს, რომ შეძლოს ქრისტიანული ღირებულებების და სულისკვეთების სოციალურ ცხოვრებაში აღსრულება. და რატი თქვენთვის, ოჯახისთვის პატრიარქის შთაომავლობა საბჭოთა კავშირის დროს იყო განსაკუთრებული ამბავი თუ აი ჩვეულებრივი დიდი ბაბუა იყო რომლის სურათიც იყო და ხო სიყვარული ოჯახის ამბავი, იმიტომ რომ კალისტრატე მაშინ εκლესია ასე არ იყო. ასე მაშინ ქრისტიანობა იყო მსხვერპლთან დაკავშირებული, დევნასთან დაკავშირებული. კალისტრატეს ერთი ანაფორა ქონდა, ერთ ნახევარი შეიძლება ასე ითქვას, ხო? დედაჩემს ახსოვს კალისტრატე და მის კალთაში იზრდებოდა და ეს დაშტოპილი იყო ეს ნაწილი მის შესამოსელისა. და კალისტრატე მეცნიერი ადამიანი იყო, ხო? თუ მას გავიხსენებთ მის ხასიათს როგორი იყო, რომ კიევში მიღებული ისტორიკოსი, მკვლევარი საქართველოს ქრისტიანობას, გაქრისტიანების მისიის დისერტაცია წმინდა ნინოს ცხოვრებას ეძღვნება, მისი მეგობრები იყვნენ ახლო კორნელი კეკელიძე, შალვა ცუბიძე, კონსტანტინე გამსახურდია და ამ დიდ ასე ვთქვათ ილია ჭავჭავაძის მეორე ტალღასთან ასოცირებული წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ღირებულებებით აღზრდილი, აი რაც ილიამ შექმნა, ეს თაობა ამის ნაყოფი იყო, ამის ნაყოფი იყო და ეს ტალღა იყო, ხო? და ეხლა ბებიაჩემი, წარმოიდგინეთ, ბებიაჩემი იყო მისი მდივანი. იმიტომ კი არა რომ რაღაცა, იმიტომ რომ სხვა არავინ არ მიდიოდა ეკლესიაში. ის მდივან რეფერატი იყო მისი შვილიშვილი, წარმოიდგინეთ. რომლითაც პრინციპში საფრთხის ქვეშაც აგრია. რასაკვირველია. ანუ იმ რისკზე წავიდა ოჯახის წევრი, 27 წელს ეს ბევრჯერ მაქვს მოყოლი ცნობილი ამბავი, 27 წელს აღდგომაზე ორი ადამიანი მივიდა. 83 თუ 4 წლის მოხუცი ქალბატონი და ერთი 60 წლის ჭარმაგი, არც თუ ისე, მაგრამ უკვე დასრული მამაკაცი, ბუნებრივია. ეს ქაშვეთში. ქაშვეთში წირავდა და სიონზე წერს მის წერილები მაქვს წაკითხული, როგორ უნდათ სიონი გადააქციონ, რაღაც პერიოდი დაკეტილიც იყო, როგორ სურთ გადააქციონ მუშათა და გლეხთა სასადილოდ. წარმოიდგინეთ და მისი ეს წერილები რომ უხსნის, წარმოიდგინეთ აი ამაში ჩეკას წარმომადგენლებს თუ რა მნიშვნელობა ეკლესიას, როგორი ისტორია აქვს სიონს, რა კულტურულ და ეროვნულ ღირებულებებს, ეს უღეჭავს და უხსნის, რომ ეს ნებისმიერმა სახელმწიფომ თვის მნიშვნელოვანი საგანძურია, რომ არ შეიძლება გახდეს კულტურის ძეგლი სასადილო და ასე შემდეგ. მაგრამ ერთი ესეთი წერილი საკმარისი არ აღმოჩნდა, ბევრის დაწერა მოუწია. კი ბატონო, ძალიან ბევრის. და ეს არის მისი ძირითადი არქივი, ეს არის თავდებში ჩადგომა, მღვდლების დახსნა, ტყვეთა განთავისუფლება და ასე შემდეგ. გლახაკთა ხელისუფლება. ქაშვეთი მას ძალიან უყვარდა, იმიტომ რომ ქაშვეთის მშენებლობასთან არის დაკავშირებული, ის ქაშვეთი მასთან არის დაკავშირებული ამავე დროს კალისტრატესთან, იქ ცხოვრობდა კიდეც ძველი სახლი იყო, მაგრამ თბილისის ომის დროს დაინგრეს პირველ სართულზე და უყვარდა მას ძალიან. ქაშვეთი, დეკანოზიც იყო სანამ პატრიარქი გახდებოდა ქაშვეთისა და ეს ჩვეულება ჰქონდა, რომ ყოველ
ხო, ეს ხალხი დახვრიტა. ორი ადამიანი იყო. კი, მე ვიცი ეს ამბავი, ქალი გადაასახლეს, რომელიც უფრო ახალგაზრდა იყო და კაცი დახვრიტეს, ხო, რომელიც. და ამავე დროს მას რა ფული შემოდიოდა, ეხლა რა აფერი ეკლესიაში იყო, რაც იყო შესაწირი, ძველი კაცი იყო ეს, და ფულს ხარშავდა. ხურდა ფული, ვერცხლის ფული, რაც იყო, ასე ვთქვათ, ის იხარშებოდა და დილით იწყებდა, ქაშვეთიდან გამოდიოდა და არიგებდა ამ ფულს. რაც ჰქონდა, ხო, და გლახაკებდა. ბუნებრივი. ეს მოხარშვა რა იყო, ვერ მივხვდი. ეს რაღაცა ძველი, ალბათ რომ ფული ჭყიანი ან რაღაცა ამ რიტუალს ატარებდა, რომ გასუფთავებდა. შეიძლება ბევრი რაღაცა იყო, მაგრამ ის ფერსაც იცვლიდა. ხო, გათეთრდებოდა ალბათ. უფრო თეთრდებოდა და მისი ხელიდან ასეთი გადიოდა, არ ვიცი. სუფთაფული. გარეცხილებული. გასუფთავებული. ფულის რიცხვს ახლა სხვა ის აქში და არ. ამას ვერავის, ვერ ეს ასეთი დრო იყო და ასეთი პატრიარქი იყო, რომელიც მე ყველაზე მეტად მასში მიყვარს აი ეს ორი ასპექტი, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა, მეტეხის ციხეში წლები ჯდომა. 3 წელი. ამბროს ხელაიასთან ერთად და ერთ-ერთ მოგონებაში უწერია, რომ ლოცვის ძალის შესახებ, რომ უნდათ ჩვენი დაშლაო და ჩვენ გქონდაო ცოტა ღვინო გქონდაო საზედაშეო და ერთმანეთს ვაზიარებდით, წარმოიდგინეთ, ერთი იმ დროის და შემდგომი პატრიარქი ციხეში, საკანში, პატრიარქები იმ დროინდელი და მომავალი როგორ აზიარებენ ერთმანეთს, ხომ და გვითხრეს რომ თქვენო ღვინო გეკნებათო და დაგშლითო, იმიტომ რომ ყველაზე დიდი სასჯელი იყო რომ სამარტოო საკანში ყოფილიყავით და აუც გქონდაო რასაკვირველია ღვინო და ორივე ისეთი ლოცვა დავიწყეთ, გულმხურვალე ლოცვა და ძალიან ესე სიყვარულით ყვება ამ ამბავს და არა კი იყო, მაგრამ იმ დროს ნამდვილად არ იყო ვირთხებიო და ეს პატარა განჯინა იყო, სადაც ჩვენ შენახული გქონდა და ეს განჯინა ამოაღეს და იქიდან ერთი 20-30 ვირთხა ამოხტაო, რომელიც სასწრაფოდ დახურეს ეს განჯინა, ამით გადავრჩითო სამარტო დაშლას და სამარტო საკნებსო და არც მერე გვინახავს და არც მანამდე ეს ვირთხებიო, მხოლოდ ამ ამბავს ყვება სწორედ საკუთარი პატიმრობის შესახებ, ხომ და აი ესეთი ბიოგრაფია იყო, ბუნებრივია ეს უნიკალურია, ეს არაფერს არ ნიშნავს, ეს მისი ამბავია, მის ცხოვრება და ჩვენთვის ეს იყო მხოლოდ ასე ვთქვათ დევნილობაში მყოფი ქართული ეკლესიის ისტორია, რომელთანაც დაკავშირებული ხარ, ასე ვთქვათ ოჯახით. მაგრამ აი შიში ამის გამო, იმიტომ რომ ორი შვილი და ერთი დაუხრიტეს. აი პირადი ნივთების საგულდაგულოდ შენახვა, რა ყოფაში როგორ გამოიხადებოდა ეს ნუსაცინცაძე, ხო, ბერიამ დახრიტა პატრიარქის შვილი, წარმოიდგინეთ, დახრიტა. პირდაპირ მნიშვნელობით, ყველა შვილი. მას სანამ ბერად აღიკვეცებოდა და ეპისკოპოსი გახდებოდა, ყავდა გერმანელი ცოლი ოტილია ტომასი, რომელთანაც ერთად ყავდათ 6 შვილი. გერმანელი ცოლი გაიცნო კიევში. გერმანელი ცოლი გაიცნო კიევში, ქალბატონი ოტილია და ეს იყო ასე ვთქვათ ოჯახს ბუნებრივია, როდესაც ისინი გაშორდნენ, როდესაც ის აღიკვეცა, ბერის კაბა ჩაიცვა, ცალ-ცალკე დაიწყეს ბუნებრივია ცხოვრება და ოჯახი იყო ასე ვთქვათ ფაქტობრივად ნახევრად გერმანული, იმიტომ რომ ოტილია აწმობდა წესრიგს. გერმანულ იმერული შეიძლება ასე ითქვას, დედაჩემი ასე მიყვებოდა და ბებიაჩემი რომ კალისტრატეს ჰქონდათ, კალისტრატა იყო ტობანიერიდან და ეს რაღაცა ეს იმერულის მე მიყვარს ეს იმერული იმერიზმები, რომელსაც ბუნებრივად ინახავდა რაღაც მომენტებში, უშუალო საუბრებში ბუნებრივად. ეს წერილებში ჩანს თუ არა? არა, ეს პირადი, ასე ვთქვათ, მოგონებებია. აკადემიურ ქართულზე საუბრობს ბუნებრივია, მაგრამ ეს მისი დამოკიდებულება ასეთი იყო ენისადმი და სხვა შორის ის გამოარჩია ახალგაზრდა კალისტრატე, გამოარჩია გაბრიელ კიკოძემ, ეპისკოპოსმა გაბრიელ კიკოძემ, მისი ასე ვთქვათ, სასულიერო მოღვაწეობა დაიწყო გაბრიელ კიკოცის გამორჩევით და რეკომენდაციებით და წარდგენით და ასე შემდეგ. ეგ მე მგონი არის მნიშვნელოვანი განსხვავება ეხლანდელ ეპისკოპოსებს შორის, ნაწილს კი ეხაწყავს ყავდა უბრალოდ ბერად აღკვეცამდე ოჯახები, მაგრამ იმ თაობის სასულიერო პირებს მაღალი იერარქიებს მე მგონი უფრო მეც ყავდათ და რაღაც მოვისმინე, რომ მერე როცა უკვე საბჭოთა კავშირი დაიწყო და რეპრესიებმა იმძლავრა, მიხვდნენ, რომ მათ ვისაც ოჯახი ყავდა, უფრო ადვილად, უფრო მეტად მოწყვლადები იყვნენ ოჯახის გავლით, უფრო მეტად შეეძლო სისტემას მათზე ზემოქმედება. არ ვიცი, ეს შემთხვევა ხამთლად დახვრეტილი შვილი ალბათ დიდი ტრაგედია იყო, მაგრამ სხვების ამბებიც თუ გესმოდათ ეგეთი, რომ აი
ჩვენ ეს გადავიტანეთ, მაგრამ სხვა ოჯახმა, სხვა კათოლიკოსის ოჯახმა სხვანაირი ზეწოლა ოჯახის გამო, ოჯახებმა უფრო სწორად. ალბათ ყველგან იქნებოდა ეს იმხელა მასშტაბის იყო ეს რეპრესიები და იმ სიდიდის მასშტაბი იყო, რომ წარმოიდგინეთ პატრიარქის შვილს, მეცნიერს, რამდენიმე ვერსია იყო, რომ რაღაც ძალიან ლამაზი ქალბატონი იყო და ბერიას ასე თქვათ, ვერ აიტანა მისი ეს უარი. უარი. ჩანს ხომ? რამდენიმე ვერსია იყო, ხო? და პირდაპირ გააქრეს ეს ქალბატონი. სანამ ეს არ მოხდა გამოძიებები, ფაქტიურად მან არ იცოდა, მათ ცოცხლად მოიხსენიებინა ის თუ გარდაცვლილად თავის ლოცვებში, ხო? და მის შვილიშვილები ყველა მეორე სამამულო ომში იყო. მისი პოპულარობა წამოვიდა იქიდან, რომ მან მაშინ ქართული არმია პირობითად, მაგრამ ქართველები სამხედრო სავალდებულო სამსახურს იხდიდნენ საქართველოში 6-7 დივიზია, ეს არ იყო მობილობა ასეთი, რომ გაეგზავნათ, ეს მერე ხდება უკვე სტალინის გარდაცვალა, ომის მერე ხდება უკვე, როდესაც ქართველი მოსამსახურე შეიძლება წაეყვანათ ლენინგრადში ან განჯაში. სხვა მანამდე ადგილზე იხდიდნენ სამხედრო სავალდებულო, ასე ვთქვათ, სამსახურს და 6-7 დივიზია იყო ქართული, რომელიც ფაშისტთან ბრძოლაში კალისტრატემ დალოცა ამ ომში და ეს გახდა მნიშვნელოვანი გარდამტეხი ამბავი გახდა, იმიტომ რომ აქამდე ეკლესიები ქართული განსაკუთრებით დიდ წნეხში იყო, ბუნებრივია ძალიან დიდ წნეხში, მაგრამ პიარს სულა იყო სტალინის ის მიხვდა, რომ ადამიანი, რომელსაც ძმა, ქალბატონი, რომელსაც ძმა, მამა, შვილი, მეუღლე ომში ყავს, შეიძლება მომუნდეს სანთლის დამთება და ლოცვა და მიხვდა, რომ ეს რესურსია, რომელსაც აღარ უნდა დააწვეს იმ რეპრესიული სიმძლავრით, როგორც აქამდე აწვებოდა, ხომ? და კალისტრატეს ეს მაგალითი ამ დალოცვისა მისთვის, ასე ვთქვათ, როგორც ჩანს, მნიშვნელოვანი არგუმენტი გახდა იმისა, რომ ჯერ რუსეთში აღედგინა ეს ყველაფერი და შეემსუბუქებინა ის ზეწოლა, რომელიც სწორედ მეორე მსოფლიო ომის დროს მსუბუქდება, დაწოლა ეკლესიას. ეგ დრო გახსოვს, როცა ბაბუიდან კალისტრატე გახდა პატრიარქი, რომელიც მნიშვნელოვანი ისტორიული ფიგურა იყო და უფრო პროფესიულად თუ დისტანცირებულად დაიწყე მისი მემკვიდრეობის წერილების ისტორიის შესწავლა. თუ მაინც სულ დიდი ბაბუაა. ჩემთვის მე ხო არ ყოფილვარ ამ თვალსაზრისით დიდი მკვლევარი, ეს არ ყოფილა ჩემი პროფესიული ცხოვრების ნაწილი, ამიტომ დარჩა ჩემთვის მაინც იმ პერსპექტივიდან და იმ პრიზმიდან, რასაც ასე ვთქვათ, როგორცაც ხედავდნენ დედა, ბებია, ახლობლები, ბებიები, რომელთანაც დაკავშირებული ადამიანი იყო. უფრო ესეთი გადმოცემითი ამბავია. ანუ მაინც ემოციებში და ზეპირ ისტორიებში დატოვე. კი, რასაკვირველია, ბევრი რამ მაქვს მისი წაკითხული, მის შესახებ და ეს ამყარებს იმ ემოციებს, რომელიც ბუნებრივი არსებობდა ჩვენს ოჯახში. ეკლესიასთან ემოციურ ურთიერთობას ზოგადად რა აყალიბებს საზოგადოებებში? ახლა თუ ვილაპარაკებთ ეკლესიამ, რომელიც რაღაც турბულენციის თუ გარდამავალ თუ გარდამტეხ ეტაპზეა, ერთია ეს ილიას მემკვიდრეობა, მეორეა ახალი პატრიარქის სურვილები და ამბიციები, რაც შეიძლება იყოს. მაგრამ ფაქტია, რომ ბოლო წლებში მრევლის რაოდენობა iklepda, გაუცხოება იმატებდა, არსებობს ბევრი ადამიანი, რომელიც ჯერ კიდე ილია მეორეთი იყო განაწყენებული სხვადასხვა რამის გამო და არსებობს ხალხი, რომელიც უკმაყოფილოა ეკლესიის გამო, სწორედ იმიტომ, რომ ის არ აღმოჩნდა კრიტიკულ მომენტებში ჩაგრულთა მეოხი, ხო? ეს ემოციური მდგომარეობა, რაც მგონია, რომ მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ეკლესიას ნაბმა იგრძნო. სატყალიბდება რიტუალებში, წესებში, შიშში, ჩვევაში. ტრადიციაში, რიტუალებში, ჩვევაში ძალიან ბევრი გზაა ბუნებრივია, ხო? ძალიან ბევრი გზაა. ანუ ინერციად რო არ იქცეს დაიფარისეულ დამოკიდებულებად საზოგადოებისთვის ეკლესიაში სიარული. ცოცხალი პროცესი რო იყოს, რომლისგანაც ადამიანი მორალურ თუ ინტელექტუალურ თუ არ ვიცი იმ სიკეთეს იღებს, რაც შეუძლია ძმაისგან მიიღოს. აი ეგ როგორ უნდა გაიარო?
ხო ეს მნიშვნელოვანი ეს საპატრიარქო პროგრამა არის, რომელსაც არ დაწერე ხო? რომლის თქმასაც და გახმოვანებასაც მე მთხოვ, მაგრამ პრინციპში ეს ასე ვთქვათ, ცოცხალი ხო რამდენად გადაცემაში არ ვიცი ხო ყველაფერს ადამიანები ყველაფერს ამბობენ ხოლმე რომ ჩემთვის მართლა რთულია ზედმეტი კეკლუცობის გარეშე რაღაც მედიაში ცოცხალ ღმერთზე საუბარი ხო იმიტომ რომ ძალიან რთულია მაგრამ ცოცხალი ღმერთის განცდა ქმნის ამას რომ ეს ღმერთი არ არის გამოკეტილი რაიმე ტიპის ფრაზეოლოგიაში, რაღაც ტიპის წიგნში, რომელიმე მუხლში, არამედ ის არის ცოცხალი განცდა, ცოცხალი იმპულსი. არა რაღაც ინტელექტუალური ინტერპრეტაციის საშუალება, არამედ ცოცხალი იმპულსი. აი ბერები, მღვდლები, სასულიერო მოღვაწეები ალბათ ამის მიხედვით ფასდებიან, რომ ვის ქონდა ეს მსგავსი ცოცხალი იმპულსები. ამ თვალსაზრისით და ეს ცოცხალი განცდა ალბათ ყველაზე გადამწყვეტია, ხო? რომ შენ მრევლს რაოდენობრივად კი არა ამრავლებ, არამედ რეალურად ფიქრობ ადამიანზე, კონკრეტულ ადამიანზე, ხო? ხო, მაგრამ ეს კავშირი ეგრე კი ჟღერდა ეს კითხვა, რომ პროგრამის დაწერას ვითხოვდი, მაგრამ მაინც და მაინც ამ შემთხვევაში ეკლესიის პრიზმიდან კი არ გულისხმობდი თვითონ ადამიანმაც რომ დაინახოს და სიკეთე მიიღოს რწმენისგან თუ ეკლესიისგან, მასაც ხომ უნდა კონდეს რაღაც მზაობა, რომ იგივე ფარისეულად თუ მექანიკურად რიტუალების აღსრულებლად არ იქცეს და ეს ცოცხალი ღმერთის საჭიროება კვლავ ძალაშია თუ აი როგორც ნიჩეს ის იყო რომ მოკვდა აქაც თავისუფალი ადამიანი ხო? ყველა თავის გზას ირჩევს და თუ გადავხედავთ ახლა ამაზე საუბარი რთულია, მაგრამ ნახოთ არიან ძალიან ბევრი ადამიანები არიან მორწმუნეები საქართველოში და მთელს მსოფლიოში ალბათ უმრავლესობა ხო და ბუნებრივია ამის ცოცხალი მოთხოვნილება არსებობს რომ რაღაც ტრანსცენდენტულს რაღაც მატერიის მიღმა არსებულს შეეხოს და ამის მიხედვით განსაზღვროს თავისი ვთქვათ ცხოვრება და ეს იმპულსი უძველესია და დარწმუნებული ვარ რომ ძალიან დიდხანს იქნება კიდევ ხო, მეც მაგ ხოლმე ეგ ფიქრი, რომ ერთი მხრივ ეს სეკულარული სახელმწიფოს პრინციპები მიმზიდველი და მისაღებია სრულიად და სასურველიც, ესე ვიტყოდი ჩემთვის ყოველ შემთხვევაში, მაგრამ მეორე მხრივ მგონია, რომ ეს მოთხოვნილება რწმენაზე და ცოცხალ ღმერთზე და რაღაცა შენზე დიდზე ძალიან პირველყოფილი თვითანდაყოლილია და რთულია. ადამიანს უთხრა, რომ ამის გარეშე რამდენად გადარჩი, როგორც გინდა ისე გადარჩი, არ ვიცი. ხო, ეგ დილემას უმაგ ხოლმე, რომ ვინმე გთავაზობს ამას თუ შენ თვითონ ირჩევა ადამიანი რომ გჭირდება წმენის ინსტრუმენტალიზაცია არ მოხდეს ხომ იმისთვის რომ სხვა ადამიანები დაიჩაგრნონ რაც ჩვენ ნახეთ აი ყველაზე მძიმე იყო ალბათ ჩემთვის რომელი წელი იყო 2013 თუ 14 17 მაისი როდესაც დიდი 13 ხო 13 მართალია 12 იყო პატარა დარბევა და 13 იყო აი ეს დიდი 13 მაისი როდესაც ჩვენ ნახეთ უმძიმესი კადრები, ხო, ძალადობა, ანუ ქრისტიანულ ფორმაში, ატრიბუტიკაში, ასე ვთქვათ, გამოწყობილი ადამიანები, რომლებიც ყველაზე ბილად რო ვთქვათ, ანტიქრისტიანულად. ზადიყვნენ სხვა ადამიანების დასახოცად. ამის ერთ-ერთი ყველაზე ნათელი მაგალითია, რომ როდესაც ქრისტეუნა შეიპყრონ და ჯვარზე გაუშვან, მაცხოვარი ეუბნება პეტრეს, რომ ჩააგე მახვილი, ვის ცდილობს ქრისტეს დაცვას. ვინაც აღიღოს მახვილი თავე განიკვეთოს ხო რომ შეუძლებელია ქრისტიანობა ცეცხლითა და מחვილით დაიცვა ქრისტიანობა და ეკლესია არის იმისთვის რომ მან გადაგვარჩინოს ჩვენ ვისაც წამს და არა ის რომ აი მე უნდა გადავარჩინო ახლა რამხელა ამპარტავნებაა რომ ადამიანები ფიქრობენ რომ მათ უნდა გადაარჩინონ ქრისტე წმენა ანუ ფაქტიურად ამაოდ აგდებს იმ გარჯას და იმ ცხოვრებას და მთელს ამბავს მისას რომელიც 4 თავშია გადმოცემული იმით რომ მან ახლა מחვილითა და ცეცხლით უნდა დაიცვას ეს ჯვარცმული მაცხოვარი
ეს 17 მაისი რო გაიხსენე, კაია, ჩემთვის ამ ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ესეთი გარდამტეხი დღეა და ამ დღეებში მას ბოლო ორ თვეში პრინციპში რაც ეკლესიის მიმართ ინტერესი გაიზარდა და ბევრი მსჯელობა, ლაპარაკი, მასალების მომზადება მოგვიწია. რაღაცნაირად გამოიკვეთა ჩემ თავში ეგეთი სურათი, რომ ეკლესია რიგ შემთხვევებში და ხშირად, აი როგორც ავტოკეფალიის შემთხვევებში, ეკლესიაში მიმდინარე მოვლენები წინ უსწრებდა იმას, რაც მერე საერო ცხოვრებაში გადმოვიდოდა. და ამ შემთხვევაზეც ვფიქრობდი, რომ იყო თუ არა ეს პრელუდია და წინასწარმეტყველება იმის, რასაც ვნახავდით მერე 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში, ან არ ვიცი 20 ივნისს, ხო, იმიტომ რომ აი ეს ძალადობა, რომელიც რაღაცნაირად დასაშვები გახდა თუ მოხდა და ამის გამო არავინ არ დაისაჯა, ხო, მერე შემდეგი წლები მიუხედავად იმისა, რომ ხალხი ფიქრობდა, რომ ქვეყანა მაინც სწორი კურსით მინდის თუ გადავრჩით თუ რაღაც ეგზისტენციალური საფრთხე არ გვაქვს, მე მაინც სულ იმად მქონდა დიდ ტვირთად, იმიტომ რომ მაგ დროს იქ ვიყავი და ეს ხეულებრივად ვიგრძენი ეს შიში, რაც აი ამდენი ადამიანის შეცი და აღდგ წამოსვლისას შეიძლება იგრძნოს ადამიანმა და იყო მართლაც ეს გაფრთხილება, რომ შემდეგში უფრო დიდ რამეს ვნახავდით. ხო, ეს იყო დაშვებული ძალადობა, სადაც ჩვენ ნახეთ, რომ კი ხელისუფლება ამბობდა, რომ ეს არ არის ჩემი ძალადობა, მაგრამ მე შემიძლია დაუშვა ძალადობა. ნახეთ სახელმწიფოს, როგორც სისტემის, როგორც სტრუქტურის სამართლიანობის სრული გაუქმება იმ მომენტში, როდესაც ეს ძალადობა იყო სახეზე. ეს ძალიან მძიმე ამბავი იყო ეს. ძალიან რთული ამბავი იყო. ხო? არის, როდესაც ეს ძალადობა გარეთ გამოდის და არის, როდესაც გარეთ ვერ გამოიყვება. მაგალითად, ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც საქართველოს ისტორიიდან ამას ისტორიის ცოდნა ძალიან მნიშვნელოვანია ამ თვალსაზრისით და არა რაღაცა მხოლოდ რაღაცა ცივი კრიტიციზმი, ხო? ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ 91-92 წლებში, როდესაც სამოქალაქო ომი, სამოქალაქოს ვეძახდით, მაგრამ თურმე აღმოჩნდა, რომ საოკუპაციო ომის ნაწილიც იყო ეს, იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს დაუბრუნდა მაშინ იმ მომენტში რუსულ ორბიტას, ხო? ესენგეში შევიდა და ასე შემდეგ და მაშინდელი საბჭოთა ჯარები, რომლებიც ზაკოს ჯარებს ვეძახთ და აკე საბურთალოს გადასახვევთან იქ რომ ეხლა დიდი შენობრივი მშვენიერი კორპუსები რო შედება საოკუპაციო ჯარის ამიერკავკასიის შტაბი, სამხედრო შტაბი და ის იყო უშუალოდ ჩართული 91 ჩვენი ხელისუფლების დამხობაში, ხო? და მაშინ ძალიან ბევრი ადამიანი ითხოვდა ეკლესიისგან არა პოლიტიკური მხარის, არამედ ბუფერული, ნეიტრალური, გამაშველებელი მხარის როლის შესრულებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იყო და მე მგონი ამას თავად უწმინდესიც ხვდებოდა გარკვეული წლების მერე და გარკვეული დროის განმავლობაში, ხო? იმიტომ რომ ჩვენი პირველი, ასე ვთქვათ, ხელისუფლება საქართველოს დამოუკიდებლობის, აი ესე მასიური ძალადობის საშუალებით იქნა დამხობილი და ამ დროს არათუ პოზიცია, არაფერი არ იქნა. ეს ჩვენი ისტორიის ნაწილია. და შეეძლო ამ ბუფერული როლის შესრულება? რასაკვირველია. იმიტომ რომ ისოგი ამბობს, რომ მეტი რა შეეძლო. ეს არ არის ეს არის ფაქტი, ეს არის ისტორია, ეს არის შეფასება, ეს არის ისტორიული ფაქტი და ეს არის ის, რაზეც ჩვენ და ვისწავლოთ, ხომ? როდესაც ჩვენ ვამბობთ რაღაცას, ეს მომავალი პატრიარქებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რომ ის იცოდნენ ეს ამბავი, ხომ? იმიტომ რომ არის რაღაც დიდი გაფართოებები, არის დიდი შეკუმშვები, ხომ? და როდესაც ძალადობის წინააღმდეგ გამოდის ეკლესია, ეს ყოველთვის მნიშვნელოვანია, ყოველთვის ნდობის მომტანია და როდესაც ეკლესიის სახელით ძალადობენ, ეს ყოველთვის ნიშნავს, რომ ის ავტორიტეტი დროთა განმავლობაში გაიცრიცება და დაიწრიტება და სწორედ ეგ წერტილი იყო ის, რომ აი უკიდურესი ავტორიტეტის შემდგომ რაღაცა ერთგვარი ინვოლუციის პროცესი სწორედ ამ აქტებს უკავშირდება, ამ ძალადობის აქტებს. და როგორი აღქმა გაქვს ეს იგივე 17 მაისს თუ შემდეგ უკვე 5 ივლისს, სადაც ასევე ჩანდნენ სასულიერო პირები, სახელმწიფომ შესთავაზა ეს დღის წესრიგი ეკლესიას და როლი თუ ეკლესიაც პრინციპში ერთმანეთში არკვევდნენ მაშინ საქმეს, მე ესე მახსოვს, შეიძლება ვცდები, მაგრამ ძველი ამბავია. ხო, გადანაწილების ამბავი იყო. ხო, მე ესე მახსოვს და ეს შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ყველაზე სუსტ, ყველაზე მოწყვლად სოციალურ ჯგუფებთან გასწორებით ცდილობდა გარკვეული
ასე ვთქვათ, ჯგუფი, რომელთაც ჩვენებინა ვინ არის აქცილიერი? ვინ არის აქცილიერი? ვინ არის მთავარი? კუნთები, ხო? მე ეს შტაბი შეიძლება დამრჩა მაშინ. და თუ იმ თეორიას გავყვებით, რომ ეკლესიაში რაღაცები უფრო ადრე ჩნდება და სიმპტომად შეიძლება მივიღოთ, ეს შიოს არჩევის ცერემონიალზე ხმების გადანაწილებაც ვიფიქრე, რომ ხომ შეიძლება იყოს ახალი ეპოქის ნიშანი იმ მხრივ, რომ ჩვენ ვიცით, რომ რაღაც პრეზიდენტები არჩეული ყავს 95-97 ლამის 100%-ით, ხო? ანუ ისეთი დიდი სახალხო ლიდერები, ვინც ამ ქვეყანას ყოლია. და ახალი პატრიარქის შემთხვევაში ეს არ იყო ესეთი დიდი უმრავლესობა, პრინციპში ნახევარზე ოდნავ მეტმა დაუჭირა მხარი, ხო, იმ ხალხიდან, ეს იყო დაახლოებით რაღაც 55-60%-იანი მოგება არჩევნების, ხო? შეიძლება ეგეც იყოს იმის ნიშანი, რომ ამ ქვეყანაში ერთი დიდი ლიდერის, ყოვლის მომცველი ლიდერის მოთხოვნილება აღარ არსებობს და ბევრი ძალების და კოალიციების მოთხოვნილება არსებობს საზოგადოებაში. არ ვიცი ხა სინოდის გადაწყვეტილება რამდენად შეიძლება საზოგადოების მოთხოვნაზე განევრცოს, მაგრამ მაინც საინტერესოა. მე მგონი მაინც ადამიანებს ინდივიდუალობებს, პიროვნებებს აქვს მნიშვნელობა, ხო? ვინც ამ კოალიციებს ქმნის. კი, ამას აქვს. ჩვენ ხედავთ კოალიციებს, ხედავთ და ამაში გეთანხმებით სრულიად როგორც მოცემულობას და არ არსებობს რაღაც ერთი პოლიტიკური ძალა. ეს ლიდერზე მოთხოვნა, რაც მაგრამ ვინც აი მე ვხედავ უფრო ლიდერის ფუნქციას ხედავ, მაგრამ მისი ფუნქცია არ არის რაღაც ერთპიროვნული მმართველობა, არამედ ეს არის ხიდების მშენებლობა, ეს არის გარკვეული მოდერაცია, მოდერატორს ხედავ და ეს არის სწორედ დღეს ლიდერი. ლიდერის როლი იცვლება ხოლმე. მეტწილად წარმოიდგინეთ ახლა რომის პაპის ტიტულატურაში პონტიფიკოსი არის ხიდების მშენებელი, რომელიც მას გადმოეცა რომის იმპერატორებისგან, მათ ჰქონდათ ეს ტიტულატურაში, როგორც ასე ვთქვათ, სხვადასხვა მისტერიებში, მათ შორის ეფესოს მისტერიებში ხელდასხმულთა სახელდება იყო, რომ ამავე დროს, რომში ბევრი ხიდები იყო, როგორც ფიზიკურ ხიდებს გულისხმობს, ისე ინტელექტუალურ, სულიერს, მორალურს, განსხვავებულ ადამიანებთან ურთიერთობების დაკავშირებებს, ხო? ეს პონტიფიკუსი, ხო, ხიდების ამ თვალსაზრისით მე როგორც პოლიტიკურ სივრცეში, ისე რელიგიურ სივრცეში ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ კოალიციები დგება სწორედ ამ ხიდებით, ამ მოდერაციით, ამ დაკავშირებებით და ასეთი ტიპის ლიდერი მგონია, რომ ყოველთვის მნიშვნელოვანი იქნება, ხო? და ვინც ადამიანებს ერთმანეთთან დააკავშირებს, ხო? აი ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ზღაპარია რწყილი და ჭიაჭველა, ხო, რომელიც სინამდვილეში არის მეგობრობაზე. კი. ძალიან დიდ მეგობრობაზე, ხო. და ყველას ჩართულობა, აქეთ არის მეგობრობა, რომ ერთმა ადამიანმა მეორე უნდა რაღაც ძალიან რუსთაველურია, ხო? მეგობრად და ხიდად და რამ თოკად, რომელმაც უნდა ეს ფაქტიურად ხიდია, ოღონდ ხიდი არა ჰორიზონტალური, არამედ ვერტიკალური, რომელთაც უნდა ის ამოიყვანოს, ხო და იქით არის ეკონომიკური საკითხები, ხო, იმას ის უნდა ამას, ეს უნდა ამას. ამ მეგობრობის გამო ის მთელ რაღაცა ჰაბიტატს, მთელ ეკოსისტემას ულაგებს მუხა დასთმობს რკოსა და ყვავი დასთმობს მუხასა და დიდ დათმობებზეა მოდერატორი ამ შემთხვევაში პონტიფიკოსი, ხიდის დამწნელი და თოკის შემქმნელი არის ამ შემთხვევაში რწყილი და ქართულ კულტურაში არის ეს მოდერაცია, როდესაც დაწყებული აი ბალახამდე რამდენ სტადიას გადის წილი რომ ერთი თოკი ჩაუგდოს მეგობრს აი ესეთი ლიდერები გჭირდება რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს ქართულ ხალხურ ზღაპრებში და არა რაღაც სხვა გაიდებში მოცემული სისხარტე ხო რა არის ეს ამ წერის მთავარი თვისება რა არის ეს სხარტია ჭიანჭველას ყოფიერების სიმძიმე სამჯერ თავის წონაზე მეტი აწევს და ის შეიძლება ჩავარდეს რაღაც ორმოში, მაგრამ მას აი აზროვნების სისხარტეს შეუძლია ეს ხიდები შექმნას. არასოდეს არ მიფიქრია რწყილი და ჭიანჭველაზე ეგრე, მაგრამ ახლა მივხვდი, რომ გარდა სისხარტის ამნიშნულოვანია იმ გარემოს და გარშემომყოფების შესაძლებლობების კარგად ცოდნაც. კი, ვისგან რა შეიძლება, რა ენაზე ელაპარაკო და რა ხეირი ნახო ეს, ხო. ორმო მომცემს ფეთს მიუტა ხორსა ეთილი დიდი მადლობა ესე დავამთავროთ რწყილი და ჭიანჭველით მადლობა